მოგორე აქტიურობა შეხედე. მეგობრო, დეტექტორს უყურეთ. ანუ სამზარეულოში ჩვენთან ახლოს დაფიქსირდა განგაშის სიგნალი. უკვე სკანერზე, ასე ვთქვათ, მოძრაობის დეტექტორზე, გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი დეტექტორი შეგამოწმებინა. აი ეს დეტექტორი ეხლა რასაც გვაჩვენებს, ეგ არის უდავო სახში მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ ისა ფანერები ხო გაქვთ მომარჯვებული. ძალიან კარგი. ჩარდეთ ფანერები. აი უყურეთ, მთლიანად გაითიშა სახში ელექტროენერგია, ეხლა გავთიშე და აი უყურეთ პერიოდულად რა ახლა სიგნალი მოდის და სად არის უნდა ვიპოვოთ. გავიდე. აღარ არის, აბა ეს გამიშვიქით. აი მოდი გადაიღე. ორივე დეტექტორი ყო, აქ უყურე. შეხედე. შეხედე. უყურე. ამ ხელთ ფანას უნდა, იმიტომ რომ არ ჩანს მე ეკრანზე. ორივე დეტექტორმა ერთდროულად მოგვცა ნიშანი. ანუ სადღაც ახლოს იყო ისევე მოძრაობა და წავიდა. აბა აქეთ შევიდე. ნუ გასაგებია. ეხლა რამდენიც არ უნდა ვიაროთ, უკვე გასაგებია. აი, შეხედე. უყურე. ნახე, ორივე დეტექტორი უტყუო არის. აი შეხედეთ უბრალოდ ფაქტებს. ზეგან შემოვყევით ოთახში და ახაც აი გორი. აი, მე მგონი დრო არის გამყურების ბოლო ფაზებია ალბათ. და დავადგინოთ აგრესიული ძალა თუ არ არის. აი. ერთი წუთი აი აქეთ, აი ამ მიმართულებით. ძლიერი აქტიურობა იყო, აქ მოხდა პირველი განგაშის სიგნალი. აგო ჯადოებთან როგორც კი მიმართა, შენ დაფიქსირე. ნახე, ჩანს კადრს ნუანას ამას. აი უყურე. ჯადოს ელოფანთან ვიჭერ თუ არა დეტექტორს ნახეთ რა დღეში. ეხლა რა მაინტერესებს, რა მანძილზე მიახლოვდება ეგ გავიგოთ. ხოდი? და რა რის საშუალებაა სალამი მიახლოვდება. ფაქტია რომ სადღაც მეტრ-ნახევარი. მანძილი არის სადღაც მეტრი. აი ხაუყურე აი გადაიღე ხო? რა თქმა უნდა. კი ბატონო, გასაგებია ყველაფერი. ახაც განგაში სიგნალი ყო. ესა შოკები ჩავთო გადავიდეთ გამყურების შემდეგ ფაზაზე და უკვე გავიდეთ ყველაფერი სიგნალი. მეგობრებო, ეხლა არის ღამის შუაღამის პერიოდია, ზუსტად 4 შესრულება 10 წუთიანია. აქედან გამომდინარე ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს სახლიდან ამოღებული გვაქვს 4 ჯადოს სახით შეფუთული საზღვრობები ამ სახლიდან, გაჩვენეთ კიდე საწყისში ჩაიდება კიდე ეს ყველაფერი ანუ პარანორმალის ამასალებში. რეალურად დამნაშავე რა თქმა უნდა არის ამ სახლში ესეთი სიტუაცია, იმიტომ რომ კითხავმაგიკოსის მიერ ჩადენილ ამ ციგბინძურებს ბუნებრივია რომ აქვს თავისი გაგრძელება და
ახალს იმას დავამატებთ, რომ დეტექტორზეც დაფიქსირდა მოძრავი ძალა, მათ შორის მოძრაობის დეტექტორზე მაქვს საუბარი, პლუს ამას ჩვენ ხელსაწყოებით ელექტრომაგნიტურითაც აშკარა გახდა მისი მოძრაობა და კიდევ ერთი დეტექტორის მეშვეობით, რომელმაც იგივე სიტუაცია გვამცნო. ამიტომ გადავდივართ შემდეგ ფაზაზე, რათა დავადგინოთ უკვე ამ სახში მოძრავი ძალა რას ეკუთვნის, არის უბრალოდ გარდაცვლილი ადამიანის სული, რომელიც არის ოჯახში მოყენებული, ეს ერთი, მეორე. არის თუ არის აგრესიული ძალა, არის ბოროტის სული, ალქაჯური ძალა თუ დემონური ძალა. პრინციპში რო ვთქვა, დემონურ ძალას თითქმის უკვე გამოვიწყავ, მაგრამ არანაკლებია თუ სახში ბოროტის სულია და ამ დროებით თავს არ ამჟღავნებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ დაფარული დარჩეს, თითქოს და ის აქ არ არის. ამიტომ ეხლა შევაქვს წმინდანი თები, კონკრეტულად კი ხატები, რასაც აუცილებლად ბოროტის სულის შემთხვევაში, დემონური ძალის შემთხვევაში, ყოველგვარი უწმინდური სულის შემთხვევაში უნდა მოყვეს აუცილებლად აგრესია. ან უნდა გადაადგილოს, ან უნდა გადმოყაროს ხატები ძირს, თუ კი აქვს მას ამდენი გამხელად ძალა, ან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გააქტიურდეს უკვე სხვა გზა არ არის. არა. პირველი ხატი მოდი გამოვთავაზოთ. ჯვრები გვაქვს მხოლოდ 6, ანუ დიდ ხატებთან გამოვავლით. ერთი წუთი. სანდრა გამეხმარება. ფიზიკურად რომ ესე ერთი ხატი აქ უკვე საგარესია. ამიტომ მოდი ახლა. არის ხატი. Zero. Which this so? Okay. რამდენი გვაქვს ისა? ჯვარი გვაქვს 5. ხო? 6 ჯვარი. ერთი ჩემი. კაი. ყოველი ამ შემდეგ რომ დასრულდება უკვე ხატების განლაგება აუცილებელია ეს რომ სახში გამორთოთ ელექტროენერგია, სრულად ჩავანალოთ აქაურობა და დაველოდოთ გარკვეული დრო, ეს არის 3-დან 4 წუთამდე მოქმედებას. მოხდება თუ არა სახში რაიმე აგრესიული მოქმედებები. ამას გავიგებთ, როგორც კი დასრულდება და გადავალთ უკვე გადამწყვეტ ეტაპებზე. ასე რომ What? How do you actually say that? So silent is fine. Es ist halt unsere Freunde. Es ist gerade, ja. Jak tam pod... Aj dawno jak. Nein, nicht. შოთი შენ დააფიქსირე უბრალოდ ხატი ჯვარი, როგორ დევს, რა პოზიციაში. კაი, გადავიდეთ. აი ახლა მომენტშიც კი შესაძლებელია აგრესიული მოხდეს.
Akante. Aia trebuie să dau pe sigda, aveți muzrova. De resurs. Okay. Da, no. Mati. Momencie. Jedzie. Kapıksere. Redaktörü, elektronu anket kaldı. ეხლა მე მომოვარ კამერა ზოგიდან დაფარი კადრები მოძანით მე ამცის და გავიდა ფანალი არა მე მაქვს ხო და პრინციპში მანდადოსანარი. ხო მომდადე ფანალი საერთოდ რა თქმა უნდა წავით მეგობრებო, მოკლედ ხატების განლაგებამ ცვლილებები არ მომიტანა, აბსოლუტური მშვიდობა იყო, არანაირი აგრესიული. რაც რა თქმა უნდა პირდაპირ ადრესტურებს იმას, რომ სახში მოძრავი სული არ არის არც დემონური ძალა, არ არის არც ბოროტი სული, არ ეკუთვნის არც რაიმე ალქაჯურ ძალას. არამედ არის უბრალოდ გარდაცვლილი ადამიანის სული, რომელიც ნამდვილად მოძრაობს სახში. რა თქმა უნდა, ის შემთხვევები რაც მანამდე მოგვიყვა და აგვიხსნეს, ადვილი შესაძლებელია უბრალოდ ის მომენტი, რომ გამორიცხულია, რომ ეხა ბოროტმა ძალამ რაღაცეები ჩამოეყარა, მაგრამ ხმები ნამდვილად ისმის სახში პერიოდულად ისიც აი როგორ არის ესე აგრესიით არანაირად, აი თითქოს და აი შრიალი რაღაცა გადაადგილების, მაგრამ სხვა არა. რაც უდავოდ მოწმობს იმაზე, ხატების უსაფრთხო განლაგება, უდავოდ მოწმობს იმაზე, რომ სახში არ აქვს არანაირი ბოროტი სული, თუმცა ყავს გარდაცვლილი ადამიანის სული მოგედლებული და აი ამ წმინდა მირონის ცხებისა და წყალკურთხევის მერე, რა თქმა უნდა, სახლი განიწმინდება სრულად და განთავისუფლდება, ასე ვთქვათ, იმ სულისაგან, რომელიც ეხლა სადღაც რომელიღაც ოთახში მოძრაობს. გარდაცვლილი ადამიანის სულზე ვახსაუბრობ. არც ოჯახის წევრი არ არის, არც ამ ოჯახიდან არ არის, იმიტომ რომ არანაირ კონტაქტის გამოსვლას არ ცდილობს, ანუ არ გვაჩვენებს არანაირ დიდ აქტიურობას, რომ მას სურს რაღაცის თქმა. უბრალოდ არის მოგედლებული სული და გადავიდეთ ახლა პირდაპირ საქმეზე, 5 საათი დაიწყო და დავიწყოთ უბრალოდ სახლის მიდოცება. ხელში მაქვს მე ქრისტეს საფლავიდან, ანუ იერუსალიმიდან გამოგზავნილი საჩუქრად გადმოცემული წმინდა მირონი და თქვენ ვინც პარანორმალს ეკურებთ, ალბათ გვეცით, რომ ამ ყველაფრის მერე წყალკურთხევით დასრულდება და ეკნებათ მაცხოვრებლებს აქ მიცხოვრობს მშვიდობა. და ერთად ზეოქრისალ შეგვიწყალენ ჩვენ, უხმარობენ ერთად ზეოქრისალ შეგვიწყალენ ჩვენ. Follow Iisus Christe მომიცი ძალა აკურთხო სახლის შენი სახელით. წმინდა მირონის, რამე თუ განიდონოს ყოველი ბოროტი და ვერ დაიმკვიდრო მათ ადგილი საცამოცე შინა. ვერც დაგვიშავნო რამე თუ უფალია ჩვენთან. და უფლის სახელი დაგვიცავს ჩვენ რწმენა და სიყვარულების მიმართ. და იყოს მშვიდობა
ამ სახსაშინა მაცხოვრებელთა ამათ კონდეთ მშვიდობა და ყოველი დღე უფალს მადლობას ვწირავდეთ იმისთვის, რომ გვეხმარებოდა გვერდში გითხრას გაჭირვების შანსს. აკურთხე უფალო მამის ძისა და სულიწმინდის სახელით სახლი და მიეცი მშვიდობა მაცხოვრებელთა ამათ. ამით ვერ დაიმკვიდრო ბოროტმა არამედ იყოს მშვიდობა ყოველთ. ხო, კიდე ერთი რამე. სარკეები აქტიური არ არის, გარდა ერთი სარკისა, რომელიც გატეხილია და რა თქმა უნდა, უკვე გატეხილი და დაზიანებული სარკე, მიუხედავად იმისა, რომ აქვს მცირედი აქტივობა, უკვე იციან რა უნდა გააკეთოს. საერთოდ საკმარისია, იმიტომ რომ პირდაპირ საძინებელშია და უფალო ღმერთო ძეოთისა მომიტევენ ჩვენ, შეწოდებანი ჩვენი. მომეცი უფლება ვაკურთხო სახლი შენი სახელით. ამით გამომდევნოს ყოველი ბოროტი ამ სახლისაგან და დავამკვიდროთ მშვიდობა მაცხოვრებელთა ამათთან. არ შენობდეთ მათ არანაირი ბოროტების, ამით უფალი ემმათა. უფალი დაიცავს მას გაჭირვების შანსს, გააძლიერებს და მისცემს ძალას იყვნენ მშვიდად და მიეცეთ მშვიდობა მაცხოვრებელთა ამათთან. ამინ. უფალო იესო დიოქთვისა, შემიწყალე მე. უფალო იესო დიოქთვისა, შემიწყალე ჩვენ მომიტევე. განანადები ჩვენი უფალო ამიტომ შენ ხარ ჭეშმარიტი ღმერთი ჩემი სიყვარული ჩემი ძალა ჩემი და რწმენა ჩემი. მოგმართავ გაჭირვების ჟამს დაგვეხმარო განდევნად ბოროტისა. თუმი რამ არის სახში ხილავი ძალა და ეგ განიდევნოს მამის ძისა და სულიწმინდის სახელით. რამე თუ ვერ დაიმკვიდრონ ადგილი ჩვენ შორის, რადგან უფალია ჩვენთან. ამინ. უფალო იესო ქრისტეზე ღვთისაო შეგვიწყალენ ჩვენ. მოგოცი ძალა და მადლი შენი უფალო. მოგოცი რწმენა და გავაძლიერე გაჭირვების ჟამს, რამე თუ გავეხმაროთ ერთმანეთს გავამართოთ ხელი. მხოლოდ და მხოლოდ უფლის სახელით განიდევნება ყოველი ბოროტი და ვერ დაიმკვიდრებს ადგილს ჩვენ შორის, რამე თუ უფალია ჩვენთან და იგი გვიცავს ყოველთა გაჭირვების ჟამთა ამასაშინა. დავამკვიდრე მშვიდობა მაცხოვრებელთა ამათა მიეცი სიყვარული, უფალო მიეცი რწმენა და გააძლიერე ხალხი, რამე თუ ყოველი დღე მადლობას გიხდიდნენ შენ. სიკეთისათვის და სიყვარულისთვის უფალო, დაცვისთვის და ამობისთვის. ამინ. უფალო იესო ძეოქთისაო შეგვიწყალენ ჩვენ. მოგვიცი ძალა უფალო, ვიბრძოლოთ შენი სახელით, გამდევნოთ ყოველი ბოროტი რამე თუ ნათქვამია. მარხვითა და ლოცვით განიდევნება ყოველი ბოროტი და ვერ დაიმკვიდროთ ჩვენ შორის ადგილს ვერასდროს. რამე თუ რწმენა ჩემი ძლიერია უფლის მიმართ და მე ლოცულობ რწმენით ჩემით და მინდა რომ დავეხმარო უფალოს ხელს, მომეცი ძალა, მომეცი მადლი შენი, რათა გავეხმაროთ გაჭირვების ჟამს, სხვებს გავამართოთ ხელი, მიყვარდეს მოყვასი ჩვენი და მომეცი უფლება ვაკურთხოს სახლი შენი სახელით, რამე თუ მხოლოდ შენი სახელით განიდევნება უფალო ყოველი ბოროტი და ვერ დაიმკვიდრებს ადგილს ჩვენ შორის, რამე თუ უფალი მოყვება ჩვენ, გვაძლიერებს ჩვენ და გვაძლევს ძალას ვიბრძოლოთ მისი სახელით ყოველთა ბოროტთა ამათთან. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სულსა და აზდა მარადის და უყუნითი უყუნისამდე. ამინ. მეგობრებო, მოგლეთ უკვე თენდება და შეგიძლია მეტრეო კამერა. ამ დრომდე ეს უკვე დასკვნითი ბოლო ვიდეო მასალა პარანორმალის, ანუ მუშაობთ ოჯახში. იყო ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობის დღევანდელი ღამე, უბრალოდ აწწასული ღამე, რადგან ოჯახიდან პარანორმალმა ამოიღო უკვე 4 ჯადო, რომლებიც რეალურად იყო მიზეზი ოღონდ არა სახში შემოსული სულის, რა თქმა უნდა, არა,
მაგრამ მიზეზი იმის, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები, მეპატრონე, მათ შორის სახლის მეპატრონეები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, თავს ცუდად გრძნობდნენ. ძალიან ცუდად, მათი ჯანმრთელობის საქმეც რა თქმა უნდა კარგად არ იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჯამში აღებული, სწორედ ამ ჯადოების ზემოქმედება იყო, რომელიც უკვე აღარ არსებობს ამ ოჯახში და რა თქმა უნდა არის მოთავსებული ცელოფანში. ყველაფერი და თავისთავად მათი განადგურება, ასე ვთქვათ, და უნებლობა უკვე ანუ სრულად უნებელი გახდა ყველაფერი, ჩვენ ეს ყველაფერი გადავამოწმეთ და გადაიღე ხო ეს ყველაფერი შენ? კი, გადაღებულია. გადაღებულია, რა იყო მანამდე და რა მოხდა კურთხევის შემდეგ. ეხლა უკვე შეგვიძლია აბსოლუტურად თავისუფლად ვიმოქმედოთ და მოვიშოროთ თავიდან, ანუ აი ეს დაწყევლილი ნივთები, რაც ამაშია. დასკვნით ვიდეოში ვამბობთ იმას, რომ სახში არ აღმოჩნდა დემონური ძალა, არ აღმოჩნდა ბოროტის სული. ამის ნათელი მაგალითები გვაქვს გადაღებული უკვე რომ ხატების განთავსებისას. ყოველ შემთხვევაში თავს ვიზღვევ აუცილებლად ვამბობ, რომ ჯერ არ ვიცით კამერამ რა ხმები ჩაიწერა, შესაძლოა იყოს საყურადღებო მომენტები, თუმცა ამას უკვე ამოღებული მასალებიც გვაჩვენებს, იმიტომ რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში ამ მასალებს პარანორმალი შეისწავლის, პლუს ამას გადავიღეთ და დავამუშავეთ ფოტომასალებით ამ მთლიანად სახლის ტერიტორია და ბუნებრივია, რომ ჯერჯერობით ფოტომასალაზე პასუხი არ გვაქვს, ვინაიდან უნდა შევისწავლოთ როგორც გითხარით და მოხდა სახლის ზეთისხება და წყალკურთხევა. ამ წყალკურთხევა და ზეთისხების ცხების მერე აბსოლუტურად წავიდა ყოველგვარი ხმები სახლიდან და ამითანხმებით რომ ეგრეა და ანუ ის მცირედი აქტივობებიც, რომლებიც ჩვენმა დეტექტორებმა უთყუარათ უკვე მე რამდენჯერ შეგვატყობინა, იყო გამოწვეული მხოლოდ და მხოლოდ სახში მიკედლებული გარდაცვლილი ადამიანის სულის მიერ, რომელიც ძალიან ფრთხილად, ასე ვთქვათ, პერიოდულად ფიქსირდებოდა სახში და არ იყო ასე ვთქვათ აქტიურ ფაზაში. დღეს მადლობა სანდრას გაწეული დახმარებისთვის, რა თქმა უნდა, უცვლელი პარანორმალის ჩემი თანაშემწე და ასევე შოთიკოს, რომელმაც ჩვენთან ერთად გაათენა დღევანდელი გარდაცვლილი ღამე და მოვახერხეთ უკვე უფლისწყალობით ის, რომ დამკვიდრდა ოჯახში მშვიდობა. თუმცა მე გეტყვით, რომ ველოდებოდით უფრო მძიმე სიტუაციას გადმოცემის და მიხედვით, მაგრამ მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი არ დადასტურდა და ის რაც გავაკეთეთ, ვფიქრობ, რომ მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს მომენტი, როდესაც კითხავთან მიდის ადამიანი, შემდეგ რა სიტუაცია ვითარდება ოჯახში და კიდევ ერთი ფაქტორი. თქვენ დაადასტურებთ, რომ ფოტოები, თქვენი ფოტო აღმოჩნდა მკითხავის ხელში მაშინ, როდესაც თქვენ ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდით, ვარ მართალ თუ რასაც ვამბობ, დაადასტურებთ, რა თუ შეიძლება. ნამდვილად ესე იყო ეს შემთხვევა, ეს ადამიანი იყო ჩემი ნაცნობი, მე მასთან არ მივსულარი მისათვის, რომ ჩემთვის მჭირაობა თუ რაღაც თქვენ მაგასენ გაეკეთებინეთ, ჩემი საერთო ნაცნობი ახლობელი იყო და შემთხვევით მოვხვდი იმ ოჯახში და გავიგე, რომ ეს ქალი იყო ამ საქმით დაკავებული და რომ შემომხედა ამ ქალმა მითხრა ეს სიტყვები შვილოში რა კარგი გოგო ხარ და ასეთ რაღაცები მითხრა, როგორი კარგი აურა მოდის შენგან და იმე იცი რომ შენი ფოტოები მაქვს, შენი ფოტოები მომიტანა ერთ-ერთმა ადამიანმა შენი განადგურების მიზნით. გადმოალაგა ნამდვილად ჩემი ფოტოები ჩემთვის ამ უცნობმა ადამიანმა, რომელიც პირველად ვნახე ცხოვრებაში, ჩემი და ჩემი იმდროინდელი ოჯახის წევრების, რომელსაც დაკვეთა ჰქონდა, რომ ჩვენი ფოტოებით უნდა გაეკეთებინა ჩვენთვის მომაკვდინებელი თუ რა ქვია, ღმერთმა დაგუყარო, ოჯახი უნდა დამარხული იყო საფლავებზე, ამ ქალმა გამიმხილა და რომ ნახა ამ ქალმა რომ რაც მოატყუა თუ რა უთხრა იმ ქალმა ჩემზე არ ვიცი, ვინ შეუკვეთა. შენ არ ჩანხარ თუ რავი აფერისტობა იყო თუ რა არ ვიცი ვერ ვერკვევი, მაგრამ რაღაცას ჩემ თვალწინ გადახია ის ფოტოები და გაანადგურა რომ მე ამას არ გავაკეთებ შენზე, მაგრამ სხვაგან კიდე რამე ქონდა გაკეთებული თუ არა ვერ ვიტყვი მაგას. ალბათ ყურადღებით მოისმინეთ ის საშინელი ფაქტი. სიტუაცია, რაც მოგვიყვა ახლა. მეპატრონემ ეს რეალური ნამდვილად შემთხვევა და გაითვალისწინეთ თქვენ იმისთვის, რომ ჩვენ პარანორმალი ანუ რასაც გეუბნებით აბსოლუტურ სიმართლეს. მოერიდეთ, ვინაიდან ეს ხალხი ძალიან საშიშია და თქვენ არ იცით, რას გიმზადებენ ფარულად ზურს უკან. სწორედ ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი ახლა მოისმინეთ. პლუს
ის ფაქტები, რომელიც ცელოფანშია თქვენი თვალით ნახეთ და რა თქმა უნდა, ეს საგანგაშო მომენტია და არავინ არ არის ხვალდაც ზეგ დაზღვეული იმისგან, რომ მაგალითად ვინმეზე სადმე რამე არ გზადდებოდეს. მე ყველას მშვიდობას გისურვებთ, ანუ მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც უნდა დამთავრებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ აგრესიები არ ჰქონდა, მაგრამ ჯადოების ამოღება და მათი განადგურება ამ ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. დღეს ამას იქით არც ოჯახს და არც ოჯახის წევრებს, მიუხედავად იმისა, რომ წყალკურთხევაზე და ზეთისხევაზე უფალ შევავედრით და იქ სადაც უფალია, უნებრივია, რომ აქ ვერანაირი საფრთხეები არ არსებობს. დროებით მეგობრებო, შევხვდებით უკვე შემდეგ გამოკვლევაზე, ვერ გეტყვით. დიახ, ნამდვილად. ნამდვილად. ერთი წუთი სანამ გათიშავ, ხო არაფერს დაამატები? მადლობელი. თავს როგორ გძნობთ გითხარი? მე დავამატებ თუ შეიძლება. მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ისედაც თქვენ მაყურებელი ვართ, თქვენი დაარსების დღიდან თუ როგორ თქვა სწორად არ ვიცი, მუდმივად ვუყურებდი მჯერა ამ ყოველივე მოვლენების, მაგრამ აი ბოლო პერიოდში რომ გამძაფრდა ჩვენს ოჯახში ეს ფაქტები, არც დავფიქრებულ ვარ, ისე გამახსენდა, რომ თქვენთვის უნდა მომემართა, იმიტომ რომ ვიცი თქვენ რასაც აკეთებთ და როგორ ეხმარებით ადამიანებს და მადლობა რომ არ დაგეზარათ, არ დაეშურეთ ძალები, მოგზადით და ამ საშინელი რაღაცისგან გაგვანთავისუფლეთ. მადლობა მინდა გითხრათ იგი. მადლობა უფალს იმისთვის, რომ მოგცა იმის საშუალება, რომ ჩვენს ყველაფერი გავაკეთებინა. და მადლობა ნებისთვის, რომ ნამდვილად იქ მოხდით, სადაც უნდა მოხდარიყავ. თუმცა მაყურებელს ერთ რამას ვეთქვით, რომ პარანორმალი არის მეგობრებო კვლევითი ჯგუფი, რომელიც ადგენს და იკვლევს პარანორმალურ მოვლენებს, თუ კი ისადმე არსებობს და რა თქმა უნდა ამ გვაქვს დამადასტურებული დოკუმენტაცია და თუ იმას მაგალითად სასულიერო პირებს, რომლებიც უნდა აკეთებდნენ იმას, რასაც პარანორმალი აკეთებს შემდეგ ზეთისხევის და წყალკურთხევით, უნებრივია, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არა ყველა რა თქმა უნდა არიან ჭეშმარიტი ღვთისმსახურებიც, რომლებიც ნამდვილად არიან ღმერთის სამსახურში და სამწუხაროდ არიან ცრუ ფარისევლებიც, რომლის ხელიდანაც მაგლი არ გამოდის და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ღმერთი ხედავს ამ ყველაფერს. არ აქვს მნიშვნელობა ანაფორა გეცნობა თუ ჯინსის შარვალი, თავარია კონდეს რწმენა, რათა მოიპოვა უფლის მადლი. დროებით მეგობრებო, მადლობა თქვენ დობისთვის, მშვიდობას გისურვებთ ყოველთვის და დავასრულებთ.